პოლიტიკური რინგი ორთაჭალაშის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა პრეტენზიებმა კი ისანი სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესი გაზდელიანი გააღიზიანა და ადგილობრივებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. რაც აცხადებენ ინციდენტის თვითმხილველები, დაზარალებულები და რა რეაგირება მოყვა მაღალჩინოსნის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას. რა მოხდა ორთაჭალაში ქართული ოცნების აქტივისტების გამოჩენის შემდეგ ანა ლაპიაშვილი კი ამბობთ. ანა მოგესალმებით და გისმენთ. საღამოშტობის მაკა წყალდიდობის შემდეგ 2 დღე არის მთელი თბილისის მასშტაბით გრძელდება. გაწმენდითი სამუშაოები მუშაობენ თითქმის ყველა რეგიონში, სადაც დაზარალებულები არიან და სადაც წვიმა მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. დღეს ასე იყო ორთაჭალაშიც. პოლიტიკოსები ამ 2 დღის განმავლობაში, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები მიდიან მოსახლეობასთან, ეცნობიან მათ პრობლემებს და სთავაზობენ დახმარებას. დღეს ორთაჭალაში იმყოფებოდა კოალიცია ქართული ოცნების წევრი და ასევე საკრებულოს წევრი ზურაბ ბაბაშიძე, რომლის გამოჩენის დროსაც სწორედ იმ ადგილას იმყოფებოდა ისანა სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე. ამ დროს მოსახლეობამ გამოთქვა გარკვეული პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა. მოსახლეობა ამბობდა, რომ დაისინი უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა სლოვენიაში და ესწრებოდა ფეხბურთის მატჩს. თუმცა ეს ყველაფერი დასრულდა ინციდენტით, არ ყოფილა გარკვეული პოლემიკა და პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც მოსახლეობას ჰქონდა. ინციდენტი კი ჩხუბში გადაიზარდა ისანა სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილესა და ქართული ოცნების აქტივისტებს შორის, ასევე იქ ყოფ მოსახლეობას შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მე ვარ გამგებლის მოადგილე, ბესო ვარ გაზდელიანი. დილიდან საღამომდე აქავარ და რა საყვედურებით გვაძღობთ არ ვიცი რა. რაგრებო, თავს ვერ ხედავ უბრალოდ გაგეშით, ამდენი ხალხი დაიხოცა ბავშვები და იმას იცაკიდროება, ტალახი მომგაქვა რა. ვერ ხედავთ რომ მუშაობთ. ვერ ხედავთ რომ ჩვენ ტალახში ვართ, ამოგანგლულები და მუშაობთ. პრეზიდენტი სად იყო ფეხბურთს აყურებლად? ბავშვების პალაშვილზე უნდა ყოფილიყო. რა შუაშია ეს? რა არ არის შუაში? აი ფეხებზე რო კიდიათ ყველას ნაციონალები რო. ჰა? არა. მოდი რა. არა, просто მოდი. არა, მარტო მედაშენ. მოდი. არა, თქვენ გამშველებების გარეშე. აი პუბლიკა არ მინდა და შენ იცი რა? არ მინდა რა. ეს ლამაზი გამომხელი. შენი ისანა სამგორის გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანსა და მოსახლეობას შორის გამართული ჩხუბი ერთხელ მართალია შეჩერდა, თუმცა ის განმეორებით კიდევ მოხდა მეორეთაც იჩხუბეს, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაშავებულები სერიოზულად არც ერთი მხარის წარმომადგენლები არ არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ თავად ბესო გაზდელიანმაც, რომელმაც სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ მოსახლეობა გამოთქვამდა პრეტენზიებს, ლანძღავდნენ, აგინებდნენ, განაცხადეს როგორც მისი თანამშრომლები, ასევე პარტიის წევრები და მან უბრალოდ ვერ შეძლო მოეთმინა ეს ყველაფერი. რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის საკითხს, ამასთან დაკავშირებით არც ერთ ხელისუფლების წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კი ზურაბ ბაბაშიძე აცხადებდა, რომ ბესო გაზდელიანს უბრალოდ არ იყო მოთმინება და პასუხისმგებლობა, რომ მას ის კითხვები მოისმინა, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა და მან აფექტის მდგომარეობაში გადაწყვიტა, რომ მუშტი კრივით გაერჩია საქმე. რაცა ინციდენტი, აი პროვოკაცია. იმიტომ რომ მე ვიყავი ჩემს საქმეზე, რაც დავალებული მაქვს და ისი ვალდებულებაც მაქვს, იმას ვაკეთებდი. მთელი ამ 2 დღის განმავლობაში სახლშიც არ დამიძინია. ერთ-ერთ ოჯახში ვიყავი შესული და სტიქიის შედეგად ჩამოსულ შლამს ვიღებდით იმ ეზოდან და ახლა ამათო მიცნეს როგორ ჩანს რა, იმიტომ რომ მე ამ დღეების განმავლობაში სულ ექტრიალებ. ხო და მოვიდნენ და ჭიშკართან ამ ოჯახის პრეზიდენტიო, ყველაფერიო მაგი კაციაო, აქო იმის მაგივრად ხალხისთვის ენუგეშებინაო, რაღაცა რაღაც სისულელები მოაყოლეს, მე ძალიან მწარა გინებები, ავასწრე მოყვა პარტიის ლანძღვა ნაციონალური მოძრაობის, ვისაც ამათი ჯერათ ისინი ხალხი არიან, ყველა მოღალატეა, მე მაგათი დედა ესეთი მწარე გინებები 9 სართულიანი, ყველა საჯარო პირი მოხელე არის ადამიანი. მე არა ვარ რობოტი და ხისგან აწყობილი რაღაც ნივთი, რომ ადამიანმა ამდენი მლანძღოს თან რიკაშეტით მაგინებს პარტიას მილანძღავს. ამდენი მლანძღოს, ამდენი მაგინოს და მე ამ ყველაფერს თმენით შევხვდე. მე ვაპატიეთ რა. ვარ ქართველი კაცი, ვარ სვანი კაცი და მე ესე არავის არ გაუზდივა, რომ ამდენი ვითმინო რა. მოთმინებასაც აქვს თავისი საზღვარი. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო, რომელმაც მე ესეთი შთაბეჭდილება დამეუფლა, რომ თვითონაც მიხვდა რამდენად არასწორი და რამდენად სულელური რაღაც პროვოკაცია განახორციელეს.
ჩვენ ჩავედით რომ სოლიდარობა გამოგვეცხადებინა და რეალურად გვენახა რა ხდება იქ ადგილზე. ბუნებრივია ძალიან ნებათა ხელვა გამოიწვია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჩვენმა იქ გამოჩენა. მოსახლეობასაც ჰქონდა სერიოზული შეკითხვები და პრეტენზიები მათ მიმართ, რომ რატომ არ ასრულებენ თავიანთ საქმიანობას სწორად და უფრო ეფექტურად. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება იძახდა, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაწმინდონ და მიეხმარონ მათ, მაგრამ ხალხს ჰქონდა პროტესტი ამასთან დაკავშირებით. თავისთავად ალბათ ეს ძალიან აღიზიანებს ხელისუფლებას და არიან მძიმე ვითარებაში, სწორედ ეს წარმომადგენელი იყო სრულიად არაადეკვატური პიროვნება, რომელსაც ვერ აკონტროლებდა თავის ემოციებს და აქედან გამომდინარე გადავიდა ჩხუბში. არ შეიძლება ახლა სამხრივად ესე რომ შეურაცხყოფას აყენებდნენ გამგებელს და ამ გამგებელი იდგა და ამას ისმენდა. ესე არ ყოფილა. ჩხუბში მონაწილე ორივე მხარე განსხვავებულ ვერსიას ასახელებდა გამოწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა კადრებში ნათლად ჩანს, რომ ჩხუბი მოხდა ქართულ ოცნების წარმომადგენლებს მოსახლეობასა და გამგეობის წევრებს შორის. დაიქვემდებარება თუ არა ეს ფაქტი გამოძიებას და დაიშჩება თუ არა ვინმე ხომცირედი ხულიგნობასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით სავარაუდოდ პროკურატურისგან ან თავად ჩხუბის მონაწილეებისგან გახდება ცნობილი, თუმცა დღეს ამის შესახებ არაფერი უთქვამთ.